სახელთან მამისათა და აზისათა გასულისად მედისათა ჩვენთან არის დიოცავთ დღევანდელ დღეს დღესასწაულს დამდებელ დღესასწაულს მოგონოს ხვალ დილით ჩვეულებრივ როგორც არის მენას ქრისტესი წირვა იქნება აქ და გვაქვს ორი ტაძარი მოციქულთასწავლის სახელზე ნაკურთხი დააშენებული ქისტალოვის წმინდა ნინოს ტაძარი და თელავის გიგოს გოროზე წმინდა ნინოს ტაძარი. და იქ გადავერთი პარაკლის. ოღონდ დროებში ავატარებთ მოძღვრები რა დროისთვის დაასრულებენ იქ მსახურებას და იმის მიხედვით ჯერ ქისტალოვში გვექნება პარაკლისი და შემდეგ უკვე წმინდა ნინოს ტაძარში. მაცხოვარი აუგუსტს როდესაც ვკადრებს ნუ შეძრწმუნება მცირე სამცხს რადგან მაცხოვრებდა ორზე მეტი თუ ქრისტეს სახელით იკრიბება იქ არის უფალი ჩვენიც განსაცდელები ბევრია მაგრამ ეს განსაცდელები ხშირად ესე აღიქვამენ ადამიანები რომ საჯაროდ რა თქმა უნდა ჩვენთან ცოტა გავა მაგრამ ეს განსაცდელები არის ჩვენი სარწმუნოების სიმბიცისათვის როგორც არის ესეთი ღუმელი, ღუმელში მადან სოფროსას რომ ნახავენ, შეარდებენ რადგანაც რომ იქიდან თუ რამ ისეთი ცუდი მინარევი აქვს, ყველაფერი გასცილდეს და სულთა აჯავლო უფრო დარჩეს. ისეა ეს განსაცდელები ჩვენთვის. სალმონში კი ამბობს წინასწარმეტყველი, ჯემითა და აღერითა უცინ აზმის სხვანაირად ცხენი ვერ დადის, ისე ადამიანი განსაცდელები თუ დაამბობს ხოლმე და სწორი გზით სვლა, სწორი არჩევების გაკეთება უნდა ვასწავლოს. განსაცდელებისათვის მე ვდამამები ეკლესიის მამები ყოველთვის მადლობდა ღმერთს, როცა ჰქონდა განსაცდელი ამბობდა ღმერთს უყვარვართ. ასე რომ ჩვენც უყვარვართ ღმერთს. მოხედოთ რამდენი განსაცდელი აქვს. აუარება ბევრი, მაგრამ ეს სიმრავლე განსაცდელების სიყვარულის უთუარი ნიშანი არის. ამ განსაცდელებით ჭირთაწმენას ვსწავლოთ და მოთმინებაში ჩვენი სარწმუნოება გამოიწრთობა. როგორც ფოლადი, რომელსაც რკინის მკვეთრი ხასიათი ექნება, ყველანაირ განსაცდელს მოერევა. ასე რომ განსაცდელებისთვის მადლობთ ღმერთს. ხოლო ასევე მამები ამბობენ თუ კი არის განსაცდელი დავავიწყდნენ ღმერთს და ამაზე ტიროდნენ და მოსწონდნენ. ეხლა ჩვენ ეს სულიერება შეიძლება არ აქვს. მაგრამ მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, მოციქულის სიტყვისაებ და უფლის სიტყვისაებ. ყოველთვის ყველაფრისათვის მადლობთ ღმერთს. თავარი არის რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ამის აუცილებელი პირობაა რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გაღიზიანება რისხანაა ამქონდეს და ყველაზე მთავარი ქრისტიანისთვის შემცოდი კი არ უნდა მძულდეს არამედ ის ვინც მას ამ ცოდისაკენ მოგიწყებს ეშმაკი რომელი არის ეშმაკი თუ ამბატონებისა არის თუ ვერცხლის მოყვარეობისა არის მოხოჭებობისა არის თუ ნაბროვანებისა არის თუ უკროტმოთმოდებისა არის რა თქმა უნდა მოთმინებით ყველაფერი შესაძლებელია რადგან მოთქვა ვინც სრულიად დაიწმინოს იგი ცხოვრობს ჩვენს რა ვენდობით უფლის სიტყვას და დარიგებას ვრწამს მოვითმენთ ცხოვრებით და უფლის ახლოს სასუფეველში ვიქნებით. გილოცავთ მოციქულთასწავლის ნინო ქართულთან განმარტებლის სცენებს მისი ლოცვა შეეძლებს ჩვენს ერს და სული გზა ლავაც გვიჩვენოს ქრისტეს სიყვარულით და მოყვასის სიყვარულით სამყაროს დღეს იქ პირველ საფუძვლზე აღიშვება მეჩეთი
დიდად ხა ლოცვით თავსი წუხერგუნენსი არ არის, მაგრამ როგორც დადგენილი წესია ყოველთვის თქვათ მოეძინი კითხულობს სურებს, მაგრამ მეორე საქართველოსა ტურისტებს უშვებენ და აფხილებენ, პირჯვარი არ გამოისვა. ასევე გავამართლებს ჩვენ. თუმცა ლოცვის თქმა ყოველთვის შეიძლება. დიდება წარმოვარდი. კონსტანტინოპოლი გადმოცემული გახსოვს როგორი იყო და რა იყო. რამ გააქცია კონსტანტინოპოლი. ქრისტიანების ბუბულის ხურობა. ანგარების სიყვარული. თავისი ქვეყნის პატრიოტიზმი და არაფერი. ამბობენ, რომ აი ამ დაცემის წინ კონსტანტინოპოლის გარშემო თან ძალიან დიდი ქალაქია, დღეს იქ 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისტორიული კონსტანტინოპოლის ქალაქ კონსტანტინოპოლის გალავნის ფარგლებს სცილდება დღევანდელი სტამბოლის ფარგლები, რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება იყოს, რომ ესეთი ორი სტამბოლი მიწისზემო და მიწის ქვემოთ. იმიტომ რომ მთელი ეს კომუნიკაციები 20 მილიონი ადამიანის მართლა ისე ადვილია. ავტობუსი, მანქანა, მსუბუქი თუ ძიმე ისტორიულ კუჩებში მოძრაობა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დაინგრა, გადაკეთა სხვანაირად, მაგრამ მას თავისი ისტორიული არც მნიშვნელობა და არც იდეადი არ დაუკარგავს. და დიდ მარხვაში ჩვენ რომ დაუჯდომოთ ღვთისმშობლისას ლოცულობ გახსოვთ ეს ისტორია, როდესაც მტერი შემოესია მეოთხე საუკუნეში კონსტანტინოპოლს მაშინ ღვთისმშობლის ხატი გამოაგზავნეს და ქალაქის გარშემო ლოცვით ლიტანია მოსალასრული და ამ დროს ამოვარდა ქარი და მთელი აი ამ მოხდომთან დიდი ფლოტი დასძირა. და ამის შემდეგ დადგინდა, რომ ღვთისმშობლისადმი სამადლობელი ლოცვა ადასრულებულია დიდ მარხვაში და დაუჯდომელი ეკითხება ეს წესის შედეგი არის. ლაქერნის ღვთისმშობლის იყავით ერთადერთი მოციქულიც და წყალით წამოვიდეთ ალბათ შემდეგ კვირის საუკუნეზე ცოტა ყველა შევდება, ბევრი ვერ წამოვიდეთ იქიდან. მაგრამ გახსენდება ეს ბრწყინვალე წარსული ქალაქის და დღეს უყურებთ როგორი არის მდგომარეობა. და ფიქრდება ადამიანის გონება ძალაუნებაა. რატომ დაუშვათ ერთმა? იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანებმა კარგად ვერ მივოცეთ. და აი ეს დიდებული ქალაქი ესეთი გადმოცემა არის, რომ საიმპერატორო ხაზინა ძალიან დაცლილია და ბოლო იმპერატორი, რომელიც დაცემას ემსხვერპლა კონსტანტინე. ესე იგი, თავისი გვერდში მდგომი ვეზირები, მრჩევლები სიმართლეს არ ეუბნება. და როდესაც სულთანმა დაიპყრო კონსტანტინოპოლი, მაშინ მის ფეხებთან დააწყვეს უთვალავი, აურაცხელი თვალმარგალიტის სიმდიდრე. გაუკვირდა სულთან ახმედს და ჰკითხა, მაგრამ ამდენი შესაძლებლობა თუ გქონდათ, ქალაქი რატო ვერ დაიცავით? და აი ვერცხლის მოყარი და ანგარებიანი ყოფილმა მოხელეებმა სახელმწიფოს მოხელეებმა უთხრეს, რომ შენ გინახავდითო. ესე მე მინახავდითო. ყველას თავები დააჭრეს. იმიტომ რომ მათყუ არა ადამიანი არავის არ შეიძლება გამყიდული მოვალა და დღეს თავის იმპერატორს უვალდა, სულთანს უვალდებს, იმის შემდეგ კიდევ სხვას უვალდებს. რატო? ერთი მიზეზის გამო. როგორც იუდა 30 წელს გაყიდა ღმერთკაც მოძღვარი თავისი, ისე არის მოვალადის ბუნება. და მოვალადეობა საერთოდ
მოციქულები წამოვიდნენ და ეკლესიის მამებიც ვერცხლის მოყარებით, ანგარებით იწყება. ვინც ანგარებიანია, იმას არც ამშობლოა და არც სიმშვიდე. ვიყავით რა ამ ქალაქში და მათვალიერებით, ფეხითაც ბევრი მოგვიწია შეარული, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და გონება უნებურად ვფიქრობ, რანი ვიყავით და რანი ვართ. იყო ქალაქი დიდებული, ლოცვით და გახსოვთ, ხო, კონსტანტინე დიდი ქალაქს აფუძნებს იმ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ, როდესაც ხმა ესმა, რომ ჯვრის სახე გამოესახათ მეომრებს ფარებზე და მოზარადებზე. და ბოლო იმპერატორის დროს კონსტანტინე დიდი მოსახელე კონსტანტინე იმპერატორი ბრძოლის ველზე დაეცა და არის ესეთი განუცემა, რომ როცა დამპყრობელი ეძებდა იმპერატორს, ბიზანტიაში იყო ესეთი წესი განსხვავებული, ფეხსაცმელი ქოშები ეცვათ გამორჩეული და ამ ფეხსაცმელით ქოშებით იცნეს და უკვე გუდარს მოგვეთეს თავი და გამოფინეს ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, ყველაზე ახალი იმპერია დაეცა და ეხლა ახალი ისტორია, ახალი იმპერია იწყებს იქ მოსახლეობას, მოღვაწეობა თუ შეიძლება ითქვას. მოკლედ, რატო ვამბობთ ამას, რატო ის უფლისა გზები გამოუკვლებელია, გასაცდელით ბევრ რამეს ვსწავლობთ და მიძინებული გონება ფხიზლებს, როცა რომ განსაცდელს შევხვდება. და აი მაშინ თხოვნად დადგებთ ისინაში, რომ შეგვიძლია უკავო და ნუგულისმოვით შენი და გვამხილებ ჩვენ და როცა მოцаრისუთ შენი და ვსწავლი ჩვენ. ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ღვთისმოწყალება, ღვთისრისხვა არ შეგვეცვალოს. ამისათვის ორი რამ არის მთავარი, უფლის მცნებელი სიარული და მოყვასის მსახურება. ვინც ესეთად იცხოვრებს, მაშინ ორსავე სოფელში იქნება უფალთა და ამაზე უფრო დიდი და სანაბრელი ქრისტიანს ამ ხილულ სამყაროში არაფერი არ აქვს. ერთმა დაგვაწოთ, შეგვეციოს მოციქულთა სწორი დედა ნინო ემბაძე ქართველთა ერისა და მოგცეს გულისხმის ყოფა, თუ რა ასაკეთებები ღმერთმა დავინახოთ და მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს. ამინ.